ჩვენი შოუ გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ შემდეგ სტუმარს უმასპინძლებს ლიზი დარასელია. როგორც უკვე მივხვდით, ცინამ უკვე ახსენა, სტუმარს გავესაუბრები მე. მეგრელი რომ მომეწვია სტუმრად იტყოდით, მეგრელი რომ არის სტუმრადაც მეგრელი მოიყვანაო. ქალი რომ მომეწვია იტყოდით, ქალი რომ არის, იმიტომ მოიყვანაო. და ამიტომ ჩემი სტუმარია მეგრელი ქალბატონი და რაც გინდათ ის ილაპარაკოთ. მიესალმეთ მომღერალი, უმშვენიერესი და ულამაზესი ნათია ზარანდია. მოგესალმებით. როგორი ლამაზი ქალბატონის ხარ, ეგრე გამოანათეთ ახლა. ლამისა დავიცი, ქულზე მოედო ჩემი გრძელი კაბა როგორ მოხდა. მოგესალმებით როგორც ქალი ქალს, როგორც მომღერალი მომღერალს და რაც მთავარია, როგორც მეგრელი მეგრელს. ხედავთ, მეგრელებმა ერთმანეთის მარტო გატანა კი არა. გადაცემაში ერთმანეთის შემოყვანაც იცით. კი, აბარა. ჩაწყობით ხდება ყველაფერი. დღეს მუსიკალურთან ერთად ცხარე გადაცემაც გამოგვივა, რადგან ორი მეგრელები ვართ. რა თქმა უნდა. ციცაკა მიყვარს. კი ბატონო, ვის არ უყვარს, რომელ მეგრელს არ უყვარს ციცაკა. კი. ისე ეზრზომა თქვენს გაქვთ, აი ორი მეგრელი ქალბატონები რო შევიკრიბებით და ახლა ყველაფერი რო ჩვენია და შეგვიძლია. კი, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად, აი გინდა არ გინდა გვაქვს ეს მეგრელებს, რომ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და თქვენ ძალიან ლამაზი გოგონა ბრძანდებით, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ახლა ორი ლამაზი ქალი ერთად რა მეგრელია? მე ზოგადად ყველა მეგრელი მიყვარს, მაგრამ თქვენ ორმაგად. და თუ გამოისობთ, აბა რატომ? იმიტომ რომ ზარანდია ვარ და თქვენ დარასელია. კი ბატონო, იმიტომ რომ თქვენი სახელი და გვარიც იაზე მთავრდება. იაზე მთავრდება. აჰა, როგორ გამიმართლა. ისე თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენ ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით და ნუ მეც. რა ვიცი, კი, ისე ხო? აბა შემოხედოთ, შეგვაფასეთ. მეც რა შენს? მეც შევამჩნიე, რომ დაიბნა. ჩვენი სილამაზისგან დაიბნა. ისე ნათია, მეგრული იცით? კი, რა თქმა უნდა, მუჭობა მიჭვი მარგალო. ინგლისურზე უკეთ იცით თუ? ინგლისურზე უკეთ ვიცი, ქართულზე უკეთ ვიცი. კი ბატონო. მინდა რომ მომიყვეთ თქვენ ამბებზე, როგორ მოგზაურობთ, როგორც ვიცი გასტროლებიც გაქვთ და რაღაც ისტორიები თუ შეგიძლიათ. სულ გასტროლებში ვარ, სულ და აბა სხვანაირად როგორ მადლობა ღმერთს არ გვაკლია, აი რამოდენიმე თვის წინ ვიყავით იტალიაში, დავანთეთ იქაც ვიტყვი მეგრული ცეცხლი და ეს მეგრულ ცეცხლს მალე გერმანიაშიც დავანთებთ და თან მაქვს კიდევ საზაფხულო ტურნე ჩვენს უსაყვარლეს და ეპატაჟურ გიას სურამილაშვილთან ერთად. ჩემი საღამოებით პარალელურად ჩაწერები და ცხოვრება მაქვს გამართლებული. ძალიან ესა უნდა იაროთ. თქვენთანაც მოვედი, სხვადასხვა პირველად მოვედი და ყველაზე მაგარ გადაცემაში მოხვედით. კი ბატონო. კი ბატონო. მადლობა თქვენ ამისთვის. გაიხარეთ. როგორც ვიცი 30-წლიან ემიგრაციაში იყავით და საქართველოში დაბრუნდით, ხო? დავბრუნდი დიდი სიამოვნებით. რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად და რატომ ელარჯი? ეხლა მაინც მეგრულად შეგეკითხეთ. ხო, მეგრელი ვარ და კი ელარჯი მენატრებოდა ხარჩო მეგრული ღომი და სწორედ ამიტომ ჩამოვედი. მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მე ჩამოვედი საქართველოში. და სერიოზულად თუ ვიტყვით, ყველაფერი მენატრებოდა და ერთი წამითაც არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. ყველაზე ბედნიერი ვარ ჩემს ქვეყანაში. ძალიან მიხარია რომ ესე ხართ. ნათქვამი გაქვთ კულინარია ჩემი საქმე არ არისო.
დაიგრია? იცით რა, კულინარია ძალიან მინდა იყოს ჩემი საქმე, მაგრამ არ არის და რა გავაკეთო. არა და ძალიან კარგი იქნებოდა, როგორც მღერით, ისე მოგემზადებინათ კერძები. სხვათა შორის მიყვარს გემრიელი საჭმელების მირთმევა, ასე აქვს არანაირ დიეტას არ ვექვემდებარები, რაც მინდა იმას მივირთმევ, ჭამ. სხვათა შორის ძალიან მიყვარს შებოლილი თევზი. მაგრამ ხო და ერთხელ მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი რუსეთიდან და ეს ცოტა მიჭირდა ლაპარაკი, საუბარი და შევედი მაღაზიაში და გამყიდველს ვეუბნებით, თუ გაქვთ დაბოლილი თევზი მეთქი. დაბოლილი თევზი არ მაქვს, მაგრამ შებოლილი მაქვს. აი ესე შებოლილი თევზი წავედი სახლში ბედნიერი და მაგის მერე დავიმახსოვრე, რომ სწორად არის შებოლილი თევზი. კი ბატონო. და სულ ასეთი კურიოზები მემართებოდა ხოლმე. რამე სიმღერასთან დაკავშირებით, რამე გეგმები ხომ არ გაქვთ, რამე ახალ სიმღერას ხომ არ აპირებთ? მომღერალს სულ სიმღერასთან აქვს გეგმები. კი ბატონო. აი რამე რომ მოგვიყვეთ. ხო, სულ სიახლეში კი ვარ, ალბათ იმიტომ ვზივარ დღესაც თქვენთან რაღაცა ეთყობა სწორად ვაკეთებ. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა და აქ ვზივარ, ძალიან მიხარია და დღეს სხვათა შორის შევასრულებ იმ სიმღერას, რომელიც ძალიან მაგრად გავარდა და ჩემი საქმე არის ეგ, რომ ყოველ ჯერზე შევქმნა რაღაცა ახალი. ძალიან კარგ საქმეს ამას არ აკეთებთ. მოგაგლებთ ჩემო ძვირფასო მსმენელებს. მაშინ მოდით, რაც კარგად გამოგდის, ის გავაკეთოთ და ერთი კარგი სიმღერა შეგვისურვეთ. ოღონდ იმ პირობით, რომ ყველა ვიმღეროთ და ვიცეკვეთ. კი ბატონო. ისევ ისევ დუმილია
დამირეკე ტელეფონო შენ ზარსისე ველოდები დამირეკე ტელეფონო შენ ზარსისე ველოდები დამირეკე ტელეფონო შენ ზარსისე ველოდები ჩვენი სტუმარი იყო ულამაზესი, უმშვენიერესი ნათია ზარანდია.